თბილისი პანორამა ისევ აქტუალურია. ბიზინა ივანიშვილი 600 მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საბაგიროები ტრანსპორტის ნათლა დედაქალაქის ისტორიულ უბნებში და ახალი სასტუმროების საკვანძო ადგილებში. ყოფილი პრემიერი თვლის, რომ პანორამა ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. სავიზიტო ბარათის ერთ-ერთი ლოკაცია კი ისტორიულ უბნებს შორის თავისუფლების მოედანიც იქნება, სადაც ცეკავშირის შენობის ნანგრევებზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერთან ამ ნანგრევების ადგილზე ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ძველი ცეკავშირის შენობა იდგა. მისი დემონტაჟის დაწყება თანაინვესტირების ფონდის მიერ ახალ პროექტზე მუშაობას დაემთხვა. პანორამა თბილისზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ მერიამ ფონდს გენერალური გეგმის მომზადების უფლება პროექტის დაუსაბუთებლობის გამო არ მისცა. მრავალფუნქციური და რამდენიმე უბანზე გადაჭიმული მშენებლობაც დროებით შეჯერდა. თემა ისევ აქტუალური ყოფილი პრემიერის ინტერვიუს შემდეგ გახდა. ბიზინა ივანიშვილი ზუსტად იგივე პროექტი აღწერა, რომელიც ერთხელ უკვე მერიამაც და არასამთავრობოების დიდმა ნაწილმაც დაიწუნა. ერთი სასტუმრო აშენდება ძველი ცეკავშირის შენობის ადგილას, კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება პირობითად ძველი თბილისის ცენტრში. კაზინო შანგრილას თავზე ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია, კიდევ ერთი სასტუმროს აშენება სოლოლაკის ბაღებში. ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი პროექტის განხორციელებაზე ივანიშვილის საუბარი აღიზიანებთ თბილისის საკრებულოში. დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პროექტს მხარს არც ამჯერად დაუჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანია ბიზინა ივანიშვილი, ის მაინც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა და წინასწარ გასაოცარია რატომ საუბრობს. ჩემი აზრით არის ძალიან მიუღებელი. ეს არის კულტურულ მემკვიდრეობაზე გადავლა. მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა უნდა მიიღოს. თბილისის ახალ მერს ამ თემაზე ცლად საუბარი არ სურს. დავით ნარმარია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პროექტს მხარს უჭერდა, დღეს საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს. პროექტის მშენებლობა არ დაწყებულა, დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები. პანორამა თბილისის შესახებ მსჯელობენ საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობაში მმართველი ფრაქცია პროექტის განხილვაში საზოგადოების ჩართვას აპირებს. ოპოზიცია კი ბიზინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს. ჯერ პროექტი არის იდეის დონეზე დამუშავებული, მაქსიმალურად მოხდება ეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. ბატონ ბიზინას აქვს კომერციული ინტერესი, თუმცა ქალაქის ხელისუფლების გადასაწყვეტია, რამდენად მისაღებია ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რეკრეაციულ ზონაში ამ ტიპის პროექტის განხორციელება. პროექტის მომგებიანობასა და რენტაბელობაზე ინტერვიუში ისაუბრა ბიზინა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერი თulis, რომ პანორამა თბილისის მიმართ გამოთქმული უარყოფითი შეფასებები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისმის. რუსთავი ორს და სხვა მედია საშუალებებს ივანიშვილი ამ კონტექსტშიც მოიხსენიებს. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას. რუსთავი ორი და ნაცმოძრაობა კი ასეთ სურათს ხატავენ, თითქოს ივანიშვილი საბოლოოდ ანადგურებს თბილისს. ამას საქმენ ვითომ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტები არა და რეალობა სხვაა. ხარჯავ ფულს, რომ თბილისში უნიკალური პროექტი განხორციელდეს. მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი, მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო. პროექტის თანახმად თავისუფლების მოედანზე ძველ თბილისში და სოლოლაკში აშენებული მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრები და სასტუმროები ერთმანეთს საბაგიროებითა და მოძრავი კიბეებით დაუკავშირდება. ობიექტების უმეტესობა, სადაც მშენებლობა იგეგმება, ყოფილი პრემიერის საკუთრებაშია. წინასწარი გათვლებით პროექტი $600 მილიონ მეტი დაჯდება.